მზადება 26 მაისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო კომპონენტი ცერემონიის მთავარი ნაწილია. სამხედრო ტექნიკა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამოიფინება. წერს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევანდელი დადებს. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილთან ერთად აგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. მასშტაბური ღონისძიებების დეტალებზე პირდაპირ ეთერში მარიამ ლორთქიფანიძე ისაუბრებს. დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის მთავარ მოედანზე, სადაც ზუსტად 2 დღეში გაიმართება ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთავარი ოფიციალური ნაწილი. ფიცის დადების ცერემონია და ამის შემდეგ უკვე წვევამდელები ოფიციალურად შეუერთდებიან თავდაცვის ძალების რიგებს. ბუნებრივია, ახლაც ამ წუთებში ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქტიური სამზადისი ღონისძიებისთვის. ფაქტობრივად აქაურობა აღჭურვილი არის და უკვე გამართული არის სრულად ინფრასტრუქტურულად. რეკრუტები ფიცს ასევე დადებენ კიდევ ისტორიულ 5 ქალაქში და ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება არაერთი სადღესასწაულო ღონისძიება, მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მთავარი კომპონენტი ბუნებრივია წელსაც იქნება სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა და მოქალაქეებს ადგილზე შეეძლებათ ამ ყველაფრის ნახვა. სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა სამინისტროები წარმოდგენილი არიან თავიანთი თემატური სტენდებით, პავილიონებით, ასევე გაიმართება კულტურული შემეცნებითი ღონისძიებები და დღის ბოლოს ბუნებრივია კულმინაცია ყველგან იქნება გალა კონცერტი. ამროლაუში დილიდან დაიწყება ღონისძიებები, იქნება წარმოდგენილი ჩვენი შეერაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა, ადგილობრივი მეწარმეთა ნაწარმი იქნება გამოფენილი, იქნება საზეიმო მსვლელობა, კარნავალი და გვიგვინდება დიდი საზეიმო კონცერტიც. იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ისტორიული კუთხე, რომელიც ბრწყინვალედ წარმოაჩენს ქართველი ექიმების, მედიკოსების ღვაწლს საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში. საზეიმო ღონისძიებებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მასპინძლობს მარნეულსა და ახალქალაქში. იქნება კულტურული, საგანმანათლებლო ღონისძიებები, მოწყობილი იქნება სპორტული სივრცეები, საინტერესო გამოფენები, მათ შორის ადგილობრივი მეწარმეებისათვის. ამავდროულად აქცენტს გავაკეთებთ კამპანიაზე სახელმწიფო ენა გვაერთიანებს, რომელიც ადგილობრივ, მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ ქართული ენის შესწავლის პროგრამები. ამბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან მოეწყობა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. საღამოს დაგეგმილია საკონცერტო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები. 26 მაისი არის ყველა ჩვენთაგანის უმნიშვნელოვანესი ეროვნული მთავარი დღესასწაული. ეს დღე ჩვენია, გელოდებით ყველას. ოფიციალური ნაწილის გარდა დედაქალაქი ბუნებრივია ასევე უმასპინძლებს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. ამ ყველაფერს მოქალაქეები ნახავენ ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე. ის რაც გვიყვარს გვაერთიანებს და განსაკუთრებით გვიამაყება 26 მაისს მთელი ქვეყანა განსაკუთრებული საზეიმო განწყობით ხვდება. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ ლორთქიფანიძე საუბრობდა.